მსოფლიოში თვალის პათოლოგიები უაღრესად გავრცელებულ და ამავდროულად ძალიან გახშირებულ დაავადებებს მიეკუთვნება. სხვა არაერთ ფაქტორთან ერთად ცხოვრების სტილის შეცვლა, დახურულ სივრცეში უფრო ხანგრძლივი ყოფნა და ეკრანის წინ გატარებული მეტი დრო განაპირობებს იმას, რომ პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. ცოტა ხნის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და კლინიკა ახალი მზერის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა მერაბ დვალმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ოფთალმოლოგიურ კლინიკა ახალმზერაში თვალის დაავადებათა მკურნალობას და სამედიცინო კვლევებს გარკვეული შეღავათებით ითვალისწინებს. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა და ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება ითვალისწინებს საინჟინრო ტექნოლოგიური საზოგადოებისა და უპირველეს ყოვლისა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო საზოგადოების ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლის, დამსახურებული ექიმის, ბატონი მერაბ დვალის კლინიკის, რომლის დაფუძნებელი ის ახალი მზერის ხელშეკრულებას სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან მათგან მიმდინარე პროცესებზე, რაც ქირურგიულ თერაპიულ ჩარევებს ითვალისწინებს, ფასდაკლებებს. მათი ერთ-ერთი ინიციატივაა, რომ გქონდეთ მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. რამეთი ჩვენი უნივერსიტეტი არის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი საინჟინრო ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა, სადაც არის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც არის აკრედიტებული ამერიკის შეერთებული შტატების საინჟინრო ტექნოლოგიური აკრედიტაციის ცენტრის მიერ და მინდა გითხრათ, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საინჟინრო ტექნოლოგიური პროგრამა, რომელიც ნათლად მიუთითებს მასში კურსდამთავრებულები და მისი სტუდენტები მონაწილეობას მიიღება არათუ მონიტორინგში ამ პროცესების, არამედ მათ ჩვენი სტუდენტები ქმნიან უკვე ახალ, ასე ვთქვათ, მოწყობილობათა და რადგარებს და ეს ხელს შეუწყობს ჩვენ ქვეყანაში სამედიცინო საინჟინრო განვითარებას. დღევანდელი ჩვენი ხელშეკრულება დასაბამია დიდი საუნივერსიტეტო და ასე ვთქვათ სამედიცინო საზოგადოების ურთიერთობის. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობის ეტაპობრივად გაღრმავებას, ერთობლივი კვლევითი და შემეცნებითი პროექტების თუ ღონისძიებების განხორციელებას, ასევე კვალიფიციური კადრების მომზადებაში ურთიერთმხარდაჭერას. თავის მხრივ კლინიკა ახალი მზერა იღებს ვალდებულებას იზრუნოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მხედველობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ჩაუტაროს სათანადო კვლევები და შესთავაზოს მხედველობის კორექციის თანამედროვე მეთოდები. მათ შორის ექსიმერ ლაზერული კორექცია კლინიკის მაღალპროფესიონალი ოფთალმოლოგების ჩართულობითა და უახლესი აპარატურის გამოყენებით. აი ეს დღეს ასეც ხელი მოვაწერეთ. ესეც გეგმა იყო რამოდენიმე თვის წინ და ზუსტად ერთ თვეში ჩვენ მივიღეთ დღეს უკვე ხელის მოწერის საშუალება მემორანდუმზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ ახალი მზერა თვალის კლინიკა იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ აი ესე რომ ვთქვათ, მიხედავს თვალის და მხედველობის მდგომარეობას ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების და ჯერ უპირველეს ყოვლისა სტუდენტების, ვიწყებთ სტუდენტებით და მერე გადავალთ უკვე პერსონალზე. ძალიან დიდი კონტინგენტია, როგორც მე ვიცი და ალბათ ეს ფასდაკლებები და შეღავათები, რასაც ჩვენ მივცემთ, ხელს შეუწყობს იმას, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები არასდროს არ იქნებიან უკმაყოფილო თავისი მხედველობით. ამიტომ მე დიდი მადლობას ვუხდი რექტორატს, ბატონ დავითს, ქალბატონ თამარს, იმისთვის, რომ აი ეს სწრაფად და ორგანიზებულად მოახერხეს ამის შექმნა, ამ მემორანდუმის და ეს იქნება ჩვენთვისაც დიდი მნიშვნელობა იქნება ამას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხელსაწყოები საზღვარგარეთ შეძენილი, ადრე თუ გვიან გამოდიან წყობრიდან და არ იყო ის პერსონალი, რომელსაც შეეძლო რომ გაესწორებიათ ეს დაზიანებები. დღესდღეობით უკვე შექმნილია ტექნიკურ უნივერსიტეტში კათედრა, ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან და შეუძლიათ ეს ინგლისურ თუ გერმანულ ენაზე მიღებული ცოდნა გაგვიზიარონ ჩვენ ექიმებს და თვითონაც გვერდში ამოგვიდგენ, რომ ყოველთვის ჩვენი ხელსაწყოები და აპარატურა მოქმედებდეს ისე, როგორც საჭიროა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამიერკავკასიაში პირველი საინჟინრო ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლაა, სადაც ექსკლუზიურად მოქმედებს ბიოსამედიცინო ინჟინერიის როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. კლინიკა ახალი მზერისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მრავალმხრივ საინტერესოა. განსაკუთრებით კი საინჟინრო დარგის სპეციალისტებისთვის, კერძოდ მაღალკვალიფიციური ბიოსამედიცინო ინჟინრების ოფთალმოლოგიურ კლინიკაში მოზიდვით, რომლებიც მზად იქნებიან თავიანთი ცოდნა და გამოცდილება მედიკოსებს გაუზიარონ.